მეგობრებო, როგორც იქნა ბევრი წლის შემდეგ მივაღწიე მიზანს და დავაყენე Galaxy Watch 4 Classic-ზე ქართული უსინათლოთა ხმოვანი პროგრამა RH Voice, იგივე ნათია. გავტესტე, მუშაობს ყველაფერი ხუთიანზე და მინდა გითხრათ, რომ ასევე შეიძლება ყველა ტელეფონის, ანუ Android ტელეფონებს შეეხება, Android-ს გულისხმობ, ყველა Android-ის პროგრამა, რაც კი შეიძლება დააყენო ტელეფონზე, ანალოგიურად შეიძლება დაყენდეს Galaxy Watch-ზე. ანუ Galaxy Watch-ის მოდელებზე, მაგალითად 4, 5, 6, 7 და Galaxy Watch Ultra-ზე. ასევე ყენდება Huawei-ზე და თუ არ ვწდები Lenovo-ზე. რაც ვნახე ჩამოთვლილი მოდელები, ეს სამი მოდელია, ვეცადე ძალიან დიდი ხანი, ალბათ ერთი კვირა წვალობდი და მაინც გამომევიდა. ასევე ყენდება, ანუ როგორც გითხარით, თითქმის ყველა აპლიკაცია ტელეფონის, Facebook-ი, Messenger-ი, WhatsApp-ი, Viber-ი, Telegram-ი და რა ვიცი, ანუ სოციალური ქსელები თითქმის ყველა, ანუ რაც გავტესტე და ასევე ხმოვანი პროგრამა უსინათლოებისათვის. ახლა კი გაჩვენებთ, როგორ მუშაობს ხმოვანი პროგრამა. და ნუ კიდევ ერთ პროგრამას განხილვა შემოგთავაზებთ, რომელსაც ქვია გავარიში Telefon 2. და ამას თვითონ ნახავთ. გაჩვენებთ ახლა როგორ მუშაობს ქართული ხმოვანი პროგრამა Galaxy Watch-ზე. ანუ მე მაქვს Galaxy Watch 4 Classic-ი. აგერ ენერგია შევსებულია 38%. ანუ ჩვეულებრივად საუბრობს ქართულად. თარიღი 14. ნაბიჯები მიზანია 6000. 16.04 ახალი შეტყობინება. ეს საათი მითხრა და უედომლენიების ფარდაში რაც მოდის შეტყობინებები, ანუ შეტყობინებებია მოსულია. აგერ კიდე ეს WhatsApp-ი მაქვს დაყენებული. აგერ ტელეფონი გაჩვენებთ ახლა გავხსნი. ტელეფონი, კლავიატურა, ვივარ. 571 ხათო სამხარაძე გამავალი ზარით 5. ანუ ჩვეულებრივად კითხულობს ყველაფერს აბსოლუტურად. აგერ გამავალი შემომავალი ზარებს შეულებრივად კითხულობს. ესე ეხლა ანუ არა მარტო ხმოვანი პროგრამა, ანუ შესაძლებელია კიდევ როგორც გითხარით დაყენება კიდევ სხვა პროგრამების დაუშვათ, ანუ Facebook-ი, Instagram-ი, WhatsApp-ი, ყველა ტელეფონის პროგრამა რაც კი არის, ანუ არ ყენდებოდა და ვიპოვე იმის გზა, როგორ დავაყენო. ხო და ანუ როგორც გითხარით Instagram-ი, Messenger-ი, WhatsApp-ი, Viber-ი, რაც კი არის, ანუ რაც შეიძლება ტელეფონზე დაყენდეს, ყენდება ყველაფერი. ეხლა გადავალ მენიუს ეკრანზე და გაჩვენებთ იქაც რა პროგრამები მაქვს დაყენებული. და ასევე წაშლითაც ანუ იშლება თუ რამე ჩაშენებული პროგრამა არის საათში. და არ გვჭირდება ვშლით იმის გამო, რომ ზედმეტი მეხსიერება არ დაიკავოს. ეხლა კი გაჩვენებთ მენიუს პროგრამებს რა არის დატოვებული და დაყენებული ახალი. აგერ მენიუს ეკრანიც, როგორც გითხარით. აგერ ტელეფონი, შეტყობინებები, აგერ გაჩვენებთ შეტყობინებებს. აგერ მაგთის მესიჯი, ეს ჩემი შვილის ნომერი, მესიჯი უფრო სწორად ეს მეუღლის, ესე შვილის და ნუ ასე შემდეგ ნუ მესიჯების არის კიდევ შემოსულები. ეხლა აგერ გაჩვენებთ კიდევ ანუ რა პროგრამები არის დარჩენილი. ეს გამომაგდო სულ ანუ ორი თითი უნდა აკრა ქვემოდან ზემოთ, რომ გადავიდეს მენიუს ეკრანზე. აგერ ჩამოვუყვები ახლა კონტაქტები, ბოლოდროინდელი, Play Store-ი, Samsung Health-ი ეს ნაბიჯებს რო გითვლის. ესეც იგივე ვარიანტია, პარამეტრები, ამინდი, წამზომი, ტაიმერი,
Kindi, ეს ყურსასმენების მართველი, Galaxy Buds-ის მართველი, სოფლიო საათი, კალენდარი, კამერის კონტროლერი, მედიის მმართველი. ამებს რასაც ვთვლი ახლა ეს სისტემური პროგრამებია ყველა მუსიკა და აი ეს უკვე მუსიკა, WhatsApp-ი, გალერეა, ეს გალერეა თვითონ ჩაშენებულია page, ანუ მუსიკა და WhatsApp-ი არის ჩემი გადმოწერილი. SmartThings ჩაშენებულია, Reminderიც და აგერ არის choice, აი გაჩვენებთ ახლა როგორც ჩვეულებრივად არის როგორც ტელეფონში. აი ჩამოთვლილი არის აქ სხვადასხვა ენები, ნუ ბოლომდე აღარ დავუყვები, რა თქმა უნდა. და შემდეგ პროგრამას გაჩვენებთ კიდევ. ეს Google ასისტენტია, ეს თვითონ ჩაშენებული იყო. ეს File Explorer-ი, ანუ ჩემი ჩაწერილი არის, რომელიც არის ტელეფონის ფაილოვი მენეჯერი, ესე რომ ვთქვათ, ჩემი ფაილები რო აქვს Samsung-ს. იგივე ვარიანტია, ოღონდ ჯერ არ გამიტესტია კარგად როგორ მუშაობს. Wearable, ესეც ჩემი ჩაწერილია და ჯერ არ გამიტესტია. აი ეს გავარიში ტელეფონ 2, ანუ ამას გაჩვენებთ ახლა როგორ მუშაობთ და ესეც ამაზენ, ესეც ფაილოვი მენეჯერი არის, არც ის არ გამიტესტია. აი ეს რაც გავტესტე, საათზეც, ისა ტელეფონზეც მიყენია ეს. ნახეთ, გაჩვენებთ ახლა ეს, ანუ ყოველ საათში გეუბნება, ანუ რომელი საათი გახდა და ასე შემდეგ რა. და ელემენტი რო ჯდება, მაგას გეუბნება. აგერ ელემენტში შევალ მაგალითად. ნუ ცოტა დიდი ვიდეო გამოვა, მაგრამ ნუ რა ვქნათ. ნახეთ. აი აი იმედია გესმით ხმა, ცოტა დაბალი ხმა კი აქვს. მე ბატარეაზე არ იაჟენაო რა, ამ ხმით გეუბნება რომ დაიტენება ელემენტი და ნელ-ნელა რო აკლებ, ანუ 80%, 50, 30 და 15%-ზე რო ჩამოდის, ამ პროცენტებს ამბობს. ეხლა, ნუ აგერ საათსაც იგივე ხმა გვეუბნება რა, აგერ ეს ჩისი ყოველ ერთ საათში მეუბნება, ეგრე მაქვს დაყენებული. აქაც აი გაჩვენებთ ხმა, ანუ იგივე არის, მაგრამ აგერ ბატარეას არ იაჟენა, ანუ ყველა იმაზე იგივეს ამბობს, ბატარეას არ იაჟენაო, რომ ანუ როცა ამოწმებ. მაგრამ მე 1 საათის გასვლის შემდეგ რომელი საათი სრულდება, ანუ დაუშვათ 13-14 საათი, გეუბნება რომ сейчас 13 часов, ანუ რუსული არის, ნუ ქართული სამწუხაროდ არ არის. მაგრამ ნუ მაინც მისაღებია ესე რომ ვთქვათ. ნუ ასე რომ მივაგენი ხერხს, როგორ უნდა დავაყენოთ და სურვილის ამებ, ვისაც გექნებათ სურვილი, შეგიძლიათ მომართოთ და აუცილებლად დავაყენებთ თქვენს Galaxy Watch-ებზე, ნუ რა პროგრამაც გესურვებათ. და კიდევ თუ არ ვწდები ორი მოდელი საათზე შეიძლება კიდე დაყენდეს, ანუ Huawei და თუ არ ვწდები Lenovo-ზე, ამასაც გავტესტავ მე, გავიგებ ზუსტად, ანუ დავწმუნდები და ამაზეც შეგატყობინებთ, რა თქმა უნდა. ნუ Galaxy Watch-ებზე ყენდება Galaxy Watch 4, Watch 5, Watch 6, 7 და Watch Ultra-ზე, რა თქმა უნდა და ნუ შემეხმიანეთ, ვისაც სურვილი გექნებათ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გთხოვთ გამილაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი არხი.